მოგესალმებით მეგობრებო, მოდით დღეს ვნახოთ რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ, მაშინ როდესაც გადაწყვეტეთ რომ ეს ვიდეო ჩაგერთოთ. ვნახოთ აბა რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. და პირველ რიგში ეს არის თქვენ წარმოიდგინეთ და მოულოდნელი ფინანსური სტაბილურობა, ან მოულოდნელი ფინანსური სტაბილურობის დარღვევა. მოდით უფრო კარგად ვნახოთ, გავავრცოთ ეს საკითხი, რას ეხება. შეხედეთ, აქ იწყება რაღაც თქვენს რეალობაში რაღაც სრულიად ახალი გზა, სრულიად ახალი ენერგიები შემოდის და ნახეთ, პირველ რიგში შემოდის დიახ სტაბილურობა, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს. ანუ ჯერ პირველი ნაბიჯი ეს გახლავთ სტაბილურობა, ფინანსური, მატერიალური და შემდგომ ეს სტაბილურობა დაირღვევა. და რა თქმა უნდა, მესმის ახლა რომ ეს ჟღერს ცოტა საშიშად და მძიმედ, მაგრამ დაირღვევა არა ნეგატიური ასპექტით, არამედ თქვენ წარმოიდგინეთ და უფრო მეტად პოზიტიური ასპექტით. იმიტომ რომ აქ აშკარად ვხედავ ასეთ სურათს, სადაც თქვენ თითქოს ყელში ამოგივათ რაღაც მომენტში კონკრეტული ვითარება, კონკრეტული ენერგიები. მაგალითად, აქ შეიძლება იყოს სამსახურის ცვლილება, ხო? დავუშვათ, ყელში ამოგივათ კონკრეტულ სფეროში მუშაობა და სრულიად ახალ ადგილას გადახვალთ. ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ეს თავიდან ბოლომდე სასიამოვნო ენერგიები არის მეთქი, მაგრამ ხო, სიმძიმე აქ აშკარად იგრძნობა ისიც, რომ უკვე ხართ გადატვირთული, გადაღლილი, გაქვთ გარკვეული შფოთვები, მაგრამ თქვენ ამ ენერგიებიდან აუცილებლად გამოხვალთ ახლო მომავალში და დაიწყებთ სრულიად ახალ გზას. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენს იდეებსა და აზრებს, რატომ არ უნდა ამარკანს ჩემს ხელში გაჩერება. ეს გახლავთ ხმლების ტუზი. ყურადღებით იყავით თქვენს აზრებთან, იმიტომ რომ ზუსტად ისე როგორც მივარდებოდა, ზუსტად ასე მარტივად შეიძლება გაგექცეთ მოულოდნელად თქვენთვის ძალიან საინტერესო იდეები. ვიღაცისთვის ეს იქნება ბიზნეს იდეაც კი, მაგრამ უმეტესობასთან ეს იქნება იდეა იმისა, თუ როგორ მოაგვაროთ თქვენი რაღაც კონკრეტული პრობლემა, როგორ გადახვიდეთ რაღაც ახალ ცხოვრების ეტაპზე. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ კიდევ. მეგობრებო, ვიღაცას აქ ელოდება საბედისწერო მგზავრობა, სადაც თქვენ იპოვით ბედნიერებას, რამდენად აბსტრაქტულადაც არ უნდა ჟღერდეს. ცხადია, ბედნიერება ყველასთვის სხვადასხვანაირი არის, მაგრამ ნახეთ აქ რას ვგულისხმობ. ეს არის რაღაც საბედისწერო მგზავრობა ვიღაცისთვის ერთი ქვეყნიდან მეორეში, ან ერთი ქალაქიდან მეორეში, ვიღაცისთვის უბრალოდ ქალაქგარეთ გასვლა. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს მგზავრობა იქნება საბედისწერო და რა კუთხით. პირველ რიგში თქვენში გამოაღვიძებს ზუსტად ამ ენერგიებს. ძალიან ბევრ რაღაცას სრულიად სხვა კუთხით, სრულიად სხვა თვალსაზრისით შეხედათ და რაც მთავარი არის, თქვენ გაიმარჯვებთ საკუთარ ნეგატიურ ფიქრებზე, საკუთარ სისუსტეებზე, საკუთარ შფოთვებზე, ნეგატიურ მდგომარეობაზე. გეკნებათ ისეთი შეგრძნება, რომ მე ეს შევძელი, მე ეს გამომივიდა, მე ყველაფერი გამომივა. მოტივაციით ახსავსე იქნებით და გარდა ამისა თქვენში გამოიღვიძებს რაღაც ლიდერული თვისებებიც. ამიტომაც თუ თქვენს რეალობაში შემოვა ახლო მომავალში შემოთევაზება მგზავრობისა ან მოგზაურობისა, შეძლების დაგვარად არ თქვათ უარი.